მე მგონი დღეიდან ვეგეტარიანელი აღარ ვარ. განამართლა ვეგანურია. ვეგანური ძეხვეული, რომელიც ევროპიდან ჩამოვიტანა. ეს ყველაფერი არის ვეგანური, მასშტაბი ვეგეტარიანული. რა გვაქვს აქ? ჰოთ-დოგის ვეგანური სოსისები. ცხარე 100%-ით მცენარეულია. აქვეა წერია, რომ პროტეინის წყაროა, ბოჭკოვანი, ეგრეთ წოდებული უჯრედისით გაჯერებული პროდუქტია და ნაკლებ შაქარს შეიცავს. ასეთი ორი წამოვიღე, რომ მარაგი შევივსო. იმ სოსისებისგან განსხვავებით, რასაც ხორცის ნარჩენებისგან აკეთებენ და არა ხურცისგან, ძალიან ჯანსაღია. კიდევ ერთი სოსისების ნაკრები წამოვიღე, ეს არის გერმანული ვერსია, ფრანკფურტერი. განსხვავება ალბათ უბრალოდ სოსისების სტილშია. კომპანიამ მასე ცალ-ცალკე ვეგეტარიანული და ვეგანური პროდუქტები რო არ შექმნან, მხოლოდ ვეგანურს ქმნიან და ამას ვეგეტარიანელებს მიირთმევენ. ძეხვეული რაც ყველაზე იშვიათია და ძალიან ნაკლები რაოდენობით იშოვება ხოლმე, მაგრამ იყო და თან ძალიან ბევრი სხვადასხვა სტილის. ესპანური ვარიანტი ჩორიზო თანაც შებოლილი, ასევე სალიამი შებოლილი, ლორი მოხარშული. არ შეიცავს ქოლესტერინს, დიდი რაოდენობით პროტეინი აქვს და სეიტანისგან არის დამზადებული. ჩორიზოს და სალიამის დაჭრილი ვარიანტებიც წამოვიღე, აი ესეთი არის ჩორიზო, ცხარე ვარიანტია, ესეც სალიამის დაჭრილი ვარიანტი. რომ არ ეწეროს, რომ ვეგანური, ალბათ ყველა ხორცი მეგონებოდა. კიდევ გვაქვს სოიოს სოსისები, წიწაკის გარნირშია მომზადებული. ასევე წამოვიღე ვეგანური თევზის ბურგერი. ბურგერი რა, უბრალოდ ბურგერის სტეიკია, რომლისგანაც მე ბურგერი უნდა მოამზადო. ასეთია შიგნიდან. რა თქმა უნდა, არანაირ თევზს არ შეიცავს. ამათი ზოგი ვარიანტი საქართველოშიც იყიდება, უბრალოდ, ძალიან ძვირია. იქ 2 ევრო ღირდა ესეთი შეფუთვები და აქ ღირს ალბათ 10-12 ლარი თითო შეფუთვა. და რა არის? ეს არის ვეგანური დაჭრილი ქებაბი, ორი ცალი მაქვს. ეს მგონი პროშტოს ვეგანური ვერსია, ასევე სალიამი, რომელსაც შიგნით წიწაკის ნამტვრევები აქვს. ეს ვარიანტი საქართველოში არ მინახავს, ინდაურის ხორცის ვეგანური ვერსია. და ამ ბრენდის ჩორიზოს წამოვაყოლე. ამას ცივად დაჭრილი ხორცი აწერია, იგივე ლანჩის ხორცი, რომელიც სენდვიჩებისთვის ძალიან კარგია. ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის აი ეს კაბანოსის სოსისები, რომელიც იშვიათია და ძლივს იშოვება ხოლმე. დიდი ვარიანტიც მქონდა და ამოვსანსლე, მაცივერიც არ სჭირდება, ისე ინახება 48 საათი. კიდევ წამოვიღე შებოლილი ვეგანური გაუდა, ჩვეულებრივი ჩედარი დაჭრილი. მართალია, ყველს ისედაც მივირთმევ, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ვეგანური ვარიანტებიც. და ახლა ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ვეგანური კრევეტები. საერთოდ რანაირად არსებობს, რანაირად გამოიყვანეს, არ ვიცი. ძალიან გავს ფორმით. ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯავ და გავიგებ, რას წარმოადგენს.